განქორწინების საგანგაშო მაჩვენებელი საქართველოში შაშან ერთმანეთს 9084 წყვილი გაშორდა, მაშინ როცა მაგალითად 2000 წელს ეს მაჩვენებელი 1000-ზე ოდნავ მეტი იყო. გაცილებით დიდია არაოფიციალური სტატისტიკა, ანუ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი წყვილების დაშორების რაოდენობა, რა არის მასობრივი განქორწინების მიზეზი, რას ამბობენ ფსიქოლოგები, დეტალები ნახეთ სიუჟეტში. 2015 წელს საქართველოში 9084 განქორწინების აქტი დარეგისტრირდა. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების სააგენტო ავრცელებს. სწორედ ამ შენობაში კი დედაქალაქში რეგისტრირებული 3690 ქორწინებიდან 1722 განქორწინებით დასრულდა. გასული წლის პირველი 6 თვის მონაცემებს აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოც. დემოგრაფიული აღორძინების ფონდში მაჩვენებელი საგანგაშოდ მიაჩნიათ. 2013, 2014, 2015 წლებში იზრდება როგორც ჩობადობა, ასევე ზრდა არის ქორწინებათა რაოდენობაში, იზრდება განქორწინებათა რაოდენობაც, მაგრამ თანაფარდობა პროცენტული არის ცუდი. ანუ განქორწინებათა რაოდენობა უფრო დაბალი უნდა იყოს, ბევრად უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე ქორწინებათა რაოდენობა. ფსიქოლოგები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც მათი აზრით განქორწინების რიცხვმა იმატა. ერთ-ერთ მთავარ მოტივად ადრეულ ასაკში ქორწინებას ასახელებენ. ფიქრობენ, რომ განქორწინებაზე ეკონომიკური მდგომარეობაც მოქმედებს. დასაშვებ ასაკად, როდესაც პიროვნება ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურად ოჯახის შესაქმნელად მზად არის, ფსიქოლოგები 21 წელს მიიჩნევენ. მართალია თავისი კრიზისული ეტაპები აქვს ცოლ-ქმრულ ცხოვრებას, მაგრამ იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ასაკში ქმნიან ოჯახს. არიან თუ არა ფსიქოლოგიურად, ეკონომიურად, ზოგადად მომზადებული ოჯახის შესაქმნელად. განქორწინებათა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე დიდი ციფრი მოდის ადრეულ ქორწინებებზე. არასრულწლოვანთა ქორწინების შეზღუდვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა მიიღოს. ცვლილებების მიხედვით 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების დაოჯახებაზე თანხმობის გაცემის უფლება არა მშობლებს, არამედ სასამართლოს ექნება. პარლამენტში იმედი აქვთ, რომ საკანონმდებლო ცვლილება ქორწინების რიცხვსაც შეამცირებს. ზოგადად ოჯახის ინსტიტუტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არ უნდა იყოს ნიჰილისტური და ყველა უნდა გრძნობდეს ოჯახის ღირებულებების მატარებელი ერთობის მნიშვნელობას. ჩვენი ამოცანა იყო სამართლებრივად ამისი ისეთ ჩარჩოში მოქცევა, რომ უფლებრივი მდგომარეობა იყოს დაცული. განქორწინების რიცხვის შემცირება, დემოგრაფიული მდგომარეობა და მოზარდებში სწორი აზროვნების ჩამოყალიბება. ამ თემებზე მომზადებულ კონცეფციას ფონდი უახლოეს მომავალში პარლამენტს წარუდგენს. პროექტი სახელწოდებით საოჯახო პოლიტიკა ჯერ დამუშავების პროცესშია.